დაბადება. თავი 21. მოხედა უფალმა სარას, როგორც შეპირდა და შეუსრულა უფალმა სარას, რასაც ამბობდა. დაორსულდა სარა და უშვა აბრაჰამს, მისი სიბერისძე, ზუსტად იმ დროს, როგორც თქვა ღმერთმა. და უწოდა აბრაჰამმა თავის ძეს ისაკი, მისთვის შობილს, რომელიც უშვა მას სარამ. წინა დაცვითა აბრაჰამმა 8 დღის ისაკი, თავისი ძე, როგორც ღმერთს ჰქონდა ნაბრძანები. 100 წლის იყო აბრაჰამი, როცა შეეძინა მას ისაკი, თავისი ძე. და თქვა სარამ, სასაცილო გამხადა ღმერთმა, ვინც კი გაიგებს ამ ამბავს, ყველა გაიცინებს. თქვა, ვინ ეტყოდა აბრაჰამს, რომ სარა ბავშვს მოაწოვებსო ძუძუს და მაინც მშობე მისი სიბერისძე. წამოიზარდა ბავშვი და მოსწყვიტეს ძუძუს და გამართა აბრაჰამმა დიდი ნადიმი იმ დღეს, როცა ძუძუს მოსწყვიტეს ისაკი. და დაინახა სარამ, რომ ეგვიპტელი ჰაგარის ძე, რომელიც მან აბრაჰამისთვის შვა, აბუჩად იგდებდა მის შვილს. უთხრა სარამ აბრაჰამს, გააძევე ეს მხევალი თავისი შვილითურთ, რათა არ დაიმკვიდროს ამ ხევლის ძემ ჩემს ძესთან, ისაკთან ერთად. და ფრიად შეაწუხა აბრაჰამი ამ ამბავმა, თავისი ძის გამო. უთხრა ღმერთმა აბრაჰამს, ნუ წუხარ, ყრმასა და შენს მხევალზე, რასაც სარა გეტყვის, გაუგონე, რადგან ისაკში იწოდება შენი თესლი. ხევლის ძესაც ვაქცევ ხალხად, რადგან ისიც შენი თესლია. ადგა აბრაჰამი დილა ადრიანად, აიღო პური, წყლით სავსე ტიკი და მისცა ჰაგარს, მხარზე აჰკიდა და გაუშვა ბავშვიანად. წავიდა ქალი და გზააბნეული ბეერ-შებაყის უდაბნოში დახეტიალობდა. როცა გაუთავდა წყალი ტიკში, მიაგდო ბავშვი ერთი ბუჩქის ძირას. თვითონ კი წავიდა და დაჯდა თავისთვის მოშორებით, მშვილდის სასროლ მანძილზე, რადგან თქვა, ვერ ვუყურებო ბავშვის სიკვდილს. მოშორებით დაჯდა და ხმამაღლა აქვითინდა. ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა. ციდან დაუძახა ღმერთის ანგელოზმა ჰაგარს და ჰკითხა, რა დაგემართა, ჰაგარ, ნუ გეშინია, რადგან ისმინა ღმერთმა ყრმის ხმა იქ, სადაც იმყოფება. ადექი, წამოაყენე ყრმა და ხელი ჩასჭიდე, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მის შთამომავლობას. აუხილა ღმერთმა თვალები და დაინახა ჭა წყლით სავსე, ტიკი წყლით აავსო და ყრმასაც დაალევინა. ღმერთი იყო ყრმასთან, გაიზარდა იგი უდაბნოში, სადაც დამკვიდრდა და შეიქმნა მშვილდოსანი. დამკვიდრდა იგი ფარანის უდაბნოში და მიჰგვარა მას დედამისმა ცოლი ეგვიპტიდან. იმ დროს იყო, რომ დაელაპარაკნენ აბრაჰამს აბიმელექი და მისი მხედართმთავარი ფიქოლი და უთხრეს, ღმერთია შენთან ყველაფერში, რასაც აკეთებ. ამიტომ შემომფიცე ღმერთის სახელით, რომ არ მიმუხტლებ არც მე, არც ჩემ შვილიშვილებს და არც შვილთა შვილებს, როგორც მე გექცეოდი წყალობით, შენც ისე მოგვექეცი, მე და იმ ქვეყანას, სადაც მდგმურად იმყოფები. და უთხრა აბრაჰამმა, ფიცავ. უსაყვედურა აბრაჰამმა აბიმელექს ჭის გამო, რომელიც აბიმელექის მსახურებმა მიიტაცეს. უთხრა აბიმელექმა, არ ვიცი ვინ ქმნა ეს საქმე, შენც არ გითქვამს ჩემთვის, მეც დღემდე არაფერი მსმენია. აიღო აბრაჰამმა და მისცა აბიმელექს ცხვარი და ზვარაკი და შეკრეს კავშირი. და ცალკე გამოასხა აბრაჰამმა ცხრის 7 კრავი. ჰკითხა აბიმელექმა აბრაჰამს, რისთვისაა აქ ეს 7 კრავი, რომლებიც ცალკე გამოასხი. უპასუხა, მიიღე ჩემი ხელიდან ეს 7 კრავი, დასტურად იმისა, რომ მე ამოვთხარე ეს ჭა. ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ბეერ-შებაყი, რადგან აქ შეჰფიცეს ერთმანეთს. შეკრეს კავშირი ბეერ-შებახში და გაბრუნდნენ აბიმელექი და ფიქოლი, მისი მხედართმთავარი, ფილისტიმელთა ქვეყანაში. დარგო აბრაჰამმა იალღუნი ბეერ-შებახში და იქ მოუხმო მან უფლის, მარადიული ღმერთის სახელს. და ხიზნობდა აბრაჰამი ფილისტიმელთა ქვეყანაში მრავალი დღე.